iOS 26.4 ხელმისაწვდომი არის და გირჩევთ, რომ ყველა განახდეთ, რადგან გვაქვს ძალიან ბევრი კარგი და საჭირო ფუნქციები ამ განახლებაში. პირველ რიგში, რაც განახლდა, ეს არის keyboard-ის ბაგი. როგორც იცით, როდესაც ვწერდით ხოლმე, ხან ასოებს ტოვებდა, ხან მთლიან სიტყვებს ტოვებდა. ეს ბაგი მთლიანად გამოსწორებულია keyboard-ში, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ და სხვა ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ენაზე, ამიტომაც თუ პრობლემები გქონდათ, შეგიძლიათ განახლდეთ 26.4-ზე და ეს ყველაფერი მოგვარდება. გარდა keyboard-ის ბაგის გამოსწორებისა, გვაქვს ახალი 8 ემოჯი, რომელიც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება და ვფიქრობ, ჩვენი ემოციების გამოხატვაში უფრო მეტად და უფრო ნათლად დაგვეხმარება. შესაბამისად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს მეგობრებთან მიმოწერაში. შემდეგი სიახლე, რაც გვაქვს, ეს არის უკვე setting-ებში. შემდეგ ჩავდივართ accessibility-ში. accessibility-ში ვნახულობთ ესეთ display and text size და შეგვიძლია ჩავრთოთ reduce bright effects, რაც liquid glass სრულიად რთავს და ასევე როდესაც ვწერთ, მაგალითად აი keyboard-ზე შეხედეთ, აღარ აქვს ნათებები, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის კომფორტის შემქმნელი. განახლება მუსიკასაც შეექმნა, შეგვიძლია პირდაპირ შევქმნათ პლეილისტები აქ და დავარქვათ ჩვენთვის სასურველი სახელი. რა თქმა უნდა, დავამატოთ ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი მუსიკა. ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს ჩვენს წინარე მოსმენილ მუსიკაზე დაყრდნობით სხვადასხვა ჟანრის საყვარელ მუსიკას და შეგვიძლია დავამატოთ, შემდეგ გადმოვწეროთ, როგორც ხედავთ ძალიან ლამაზ playlist covers ქმნის თვითონ Apple Music-ი და შესაბამისად გვაქვს კარგი გამოცდილება. როდესაც შევდივართ ალბომებში, როგორც ხედავთ, თითოეული ღილაკი არის ინტერაქციული, იცვლის ფორმას, იცვლის ზომას და შესაბამისად უფრო, ასე რომ ვთქვათ, ცოცხალი ხდება მისი გამოყენება და რომ ვთქვათ, პირდაპირ ხელით ვეხებით მუსიკას. რა თქმა უნდა, ალბომებიდან პირდაპირ შეგვიძლია დავამატოთ მუსიკა ჩვენს მიერ შექმნილ პლეილისტებში, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავამატოთ ეკრანზე ეგრეთ წოდებული ambient sound-ი, მაგალითად, მე ეს ძალიან მეხმარება ჩაძინებაში, თუნდაც წვიმის ხმა, თუნდაც ჭექა-ქუხილის ხმა, ხო? მსგავსი რაღაცები ძალიან კარგია და შეგვიძლია დავამატოთ და პირდაპირ home screen-დან გავუშვათ. განახლება შეეხო კამერასაც. კამერაში, როდესაც შევდივართ შემდეგ ასევე record sound-ში, გვაქვს audio zoom-ი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ობიექტს, რომელსაც ვუღებთ, მისი ხმა განსაკუთრებულად ჩავიწეროთ. შემდეგი სიახლე, რაც გვაქვს, არის უკვე health აპლიკაციაში. თუ იყენებთ Apple Watch, როგორც იცით, აქამდე ჟანგბადის შემცველობა არ ჩანდა. უკვე გამოჩნდა, რადგანაც Apple-მა დაასრულა ლეგალური დავა კომპანიასთან, რომელიც ამ სენსორს ფლობდა და შესაბამისად გვაქვს უკვე შესაძლებლობა მთელი ჩვენი ისტორიის ნახვისა ერთ ადგილას. Apple Store-შიც, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე. ერთ-ერთი მთავარი არის ინტერფეისის ცვლილება, როგორც ხედავთ, სრულიად განსხვავებული არის განახლებების პეიჯი, ასევე განსხვავებული არის საწყისი